გამარჯობა დემეტრე. მოგესალმები მირზა. დღეს რამდენიმე კითხვა გვექნება შენთან. კი ბატონო, გისმენთ. პირველი. საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მიგიღია. ბევრი ასეთი რჩევა არის, რაც თუნდაც ბავშვობაში და ზრდასრულ ასაკში მოუწია ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებით გავიხსენებ ერთ იქიდან ყველაზე მთავარი რაც არის ნებისმიერი პრობლემის დროს, როცა გვექნება ჩვენ თითოეულ ჩვენთანაც აუცილებლად უფლის იმედად უნდა ვიყოთ, რაც ყველაზე მთავარი არის და მოთმინებით უნდა ვიყოთ. და როცა ჩვენ მოთმინებით ვიქნებით, აუცილებლად დავძლებთ ამ პრობლემას, აი ამ განსაცდელს. და როცა შენ მოთმინებით ხარ, შენ იძენ ძალიან დიდ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ებრძოლო ამა თუ იმ განსაცდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ უფრო მეტად უახლოვდები ქრისტეს და ცდილობ, რომ სწორედ მისი სახელის მოხმობით, მისი დახმარებით დაძლიო ეს განსაცდელი. ბავშვობა ახსენე და ბავშვობის საუკეთესო მოგონებას თუ გაიხსენებდი. აი, რამოდენიმე არის ესეც, მაგრამ ვიტყვი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ზუსტად მახსოვს 2010 წლის 18 აგვისტო იყო, როცა ფერიცვალების წინა დღეს ჩვენმა მოძღვარმა დეკანოზმა გავრიელმა საკურთხეველში შემიყვანა და სტიქრის შემოსა. აი ესეთი გრძნობა იყო, გაოცებული ვიყავი, ჯერ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავზე და აი სხვადასხვა გრძნობა მეუფლებოდა და ამის გადმოცემა ეხლა შეუძლებელია, მაშინ ხო საერთოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლაც რომ იმ დროს ვიხსენებ, როგორი განცდა მქონდა, აი შეუძლებელი არის იმ გადმოცეის გრძნობა, მაგრამ ხვდები რომ ყველაზე დიდი მოვლენა იყო ჩემს ბავშვობის დროინდელ აი ცხოვრებაში. აი ეხლაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის დღე რო არ ყოფილიყო, ამ დღემდე ვერ მოვიდოდი და მადლობა უფალს ამისათვის. მადლობა. ამ დღიდან მოყოლებული 15 წელი გავიდა და ბავშვებთან ხშირად გიწევს შეხება და რა რჩევას მისცემდი ახალ ბედას ტიქაროსნებს? აი ძალიან მინდა რომ ბევრს ვიცი, რომ სურვილი აქვს ტიქაროსნობის და მე როცა შეიმოსებიან სტიქრით, მათთვის უბრალოება ხდება ეს ყველაფერი და აი იმ განცდას უსურვებ ყოველთვის რა განცდას შემოსვის დროს ექნებათ, ის განცდა არ დაეკარგოთ და აუცილებლად მოწესრიგებულები იყვნენ და უყვარდეთ სახურება, რაც ყველაზე მთავარია და ლოცვა რა თქმა უნდა. რაც საჭირო არის და საწყისი ლოცვები მამოჩვენა აუცილებლად უნდა იწოდნონ სტიქაროსნებმა და უნდა იყვნენ გამორჩეულები, რომ ბევრი მიიყვანონ ტაძარში. რა რჩევას მისცემდი ჩვენს მსმენელებს და ზოგადად ადამიანებს? პირველ რიგში რჩევა ცოტა ისეც ვიტყოდი, რომ გამოიწერენ ჩვენი არხი როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე. აი ხარა შეიძლება ცხოვრებისეული რჩევა რა ის იქნება, რომ უფალს არასოდეს დაშორდნენ. რაც არ უნდა გაგიჭირდეთ ცხოვრებაში, უფალი არის ჩვენი კურნალი. უფალთან ერთად ყველანაირ განსაცდელს დავძლებთ, იმიტომ რომ უფალი იმდენად მოწყალია და იმდენად უყვარვართ, რომ არასოდეს მიგვატოვებს. თავარია ჩვენ არ მივატოვოთ ის, იმიტომ რომ უფალი გვაძლევს ჩვენ თავისუფალ ნებას, ანუ დავირჩიოთ გზა, რომელსაც გავივლით უფალთან ერთად, ან გზას რომ სადაც უფალი არ არის და მე ვფიქრობ რომ არასოდეს არ უნდა დაკარგოთ უფალი და უფლის იმედი. როდის ვგრძნობთ უფლის ხელს განსაკუთრებულად ჩვენს ცხოვრებაში? აი ყველაზე მეტად მე ვფიქრობ ორ ნაწილად შეიძლება დაყოთ ადამიანი ზოგიერთი აი ბედნიერების დროს გრძნობს უფლის ხელს თავის ცხოვრებაში, ზოგიერთი კი მაინც მეტწილად განსაცდელის დროს არის რომ ადამიანი გრძნობს უფლის ხელს, როცა შენ აი სრულებით განადგურებული ხარ, ცუდად ხარ, მაშინ ჩდება უფალი შენ ცხოვრებაში და მაშინ ხედავ ყველაზე მეტად უფლის ხელს შენ ცხოვრებაში. ვინ არის შენთვის მისაბაძი ადამიანი? მისაბაძი ადამიანი დღეობით ძალიან ბევრია, მაგრამ გავიხსენება აი ასეც პავლე მოციქულის სიტყვებს, მობაძავ ჩემ დაიყვანი თვითარცა მე ქრისტესა და ყველაზე მეტად დღეს ამ რეალობაში ქრისტეს ყველაზე დიდი მიმბაძველი, სიყვარულის მოძღვარი არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც კიდევ ერთხელ აი ამ ვიდეოთითაც მოვეფერები და
ვეტყვი მას არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ ჩვენი სახელით და სრულიად საქართველოს სახელით, რომ ძალიან გვიყვარს და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს. აუცილებელია კიდევ თქვა, აი ჩვენი მღვდელმთავარი და ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტეს ერთგულად, გულწრფელად და აი თავისი სიჯანსაღით ემსახურება. აი ჩვენ თუნდაც პატრიარქზე ნებისმიერ ადამიანზე ხშირად ვამბობთ, რომ ის გვიყვარს. და შენი აზრით ეს სიყვარული განსაკუთრებულად როდის გამოიხატება? სიყვარული ყოველთვის გამოიხატება. აი იცით ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ქართველები ვართ რაღაცნაირად ყოველთვის გვიჭირს სიტყვით გამოხატვა და უთხრათ, რომ ერთმანეთს ძალიან გვიყვარს, მაგრამ როცა ადამიანს ჭირდება ჩვენი დახმარება, ან რაღაც გასაჭირში არის, არც ვფიქრობთ ისევ ეხმარებით მას და სწორედ ეს არის, რომ აი თუნდაც რაღაცა პრობლემას რო გაიგებ ადამიანის და მაშინ ხვდები, რომ ორი ძვირფასია ის შენთვის და მაგრამ მე ერთ რაღაცას კიდევ ვიტყოდი, რომ არასოდეს დაგეზაროთ ადამიანისთვის იმის თქმა, რომ ის ძალიან ძვირფასია შენთვის, რომ ის ძალიან გიყვარს, იმიტომ რომ დღეს ცხოვრობ და არ ვიცი თვალინდელი დღე გაგვითენდება თუ არა და ვეცადოთ ყოველთვის მაქსიმალურად რომ მოვასწროთ ადამიანების სიყვარული. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა შენთვის? აი ისო პატრიარქის სიტყვებს გავიხსენებ, რომ როცა შენ გინდა რომ იცხოვრო სხვებისთვის, მაშინ შენ უნდა დაიწყო საკუთარი თავის უარყოფა და ეს ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ადამიანებში და უნდა ვეცადოთ ყოველთვის რომ საკუთარი თავის უარყოფით ვემსახუროთ სხვას და ვიყოთ სიყვარულის მაგალითები. რას ნიშნავს შენთვის სიტყვები სასუფეველი ღვთისა იძულების? აი არ ვიცი რამდენად სწორად შეიძლება ეს სიტყვები გადმოვცე მე, მაგრამ მე ასე მესმის ეს ყველაფერი, რომ საკუთარ თავს უნდა მოვაკლოთ რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შენთვის ძალიან ძვირფასი იყოს. იმიტომ რომ ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გასწირა იმისათვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით მასთან. ასე რომ არ არსებობს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს არ მოაკლო, იმისათვის რომ შენ უფალთან იყო, იმისთვის რომ შენ სასუფეველში მოხვდე, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება ხო უფალთან ყოფნა არის, ყველაზე დიდი სიყვარული ეს არის, ყველაზე დიდი სიხარული ეს არის და მე გისურვებთ რომ ყოფილიყავით ამ ბედნიერებისა და სიყვარულის თანამოზიარე. რას ნიშნავს შენთვის მარხვა? ეს არის დრო, როცა შენ ყველაზე მეტად ხედავ შენს უძლურებას და ცოდვილ ბუნებას და ცდილობ აი ეს პერიოდი გამოიყენო საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესაძლებლად. და ბოლოს, რა არის ადამიანის მთავარი მიზანი ცხოვრებაში? ჩემთვის მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან მთავარი ადამიანისთვის მაინც ცხოვრების მიზანი უნდა იყოს იმდენი უნდა ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე, იმდენად უნდა ვიყოთ კეთილები და ღვთის გზაზე მავალნი, რომ შემდგომ როცა ამ წუთისოფლს დავტოვებთ, აუცილებლად უფალთან ვიყოთ. ანუ მთავარი მიზანი მაინც არის საკუთარი თავის დამდაბლება იმისათვის, რომ საბოლოოდ ღმერთთან ვიყოთ. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა. დაგემშვიდობებით. ნახვამდის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.